ლაშა აბაშიძის ვიცემერის პოსტზე დანიშვნის საკითხი განიხილება ბიუროს დღევანდელ რიგარეშეს ხდომაზე. ცნობილია, რომ უმრავლესობა აბაშიძის კანდიდატს მხარს დაუჭერს, უმცირესობის განცხადებით კი ეს საკადრო გადაადგილება ფასადურია და შესაბამისად მას მხარს არ დაუჭერენ. ნიკა მოლოდინაშვილი გვერდება ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. ნიკა გისმენთ. დიახლიზა საკრებულოს ხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, სადაც დეპუტატებმა ვიცემერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ. მოგეხსენებათ, რომ გუშინ გაერთიანებული კომისიის ხდომაზე ლაშა აბაშიძემ დეპუტატებს გააცნო საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები, რაც შეეხება უკვე მხარდაჭერას. გეტყვით, რომ უმრავლესობის დეპუტატები ლაშა აბაშიძის კანდიდატურას მხარს უჭერენ, რაც შეეხება ოპოზიციას. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ერთი თანამდებობის პირის შეცვლით ზოგადად მერიაში არსებული და დაგროვილი პრობლემების მოგვარება ვერ მოხდება, რის გამოც ისინი ამ კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებენ. დღეს გაიმართება უკვე მსჯელობა საკრებულოს ხდომაზე, რათა მიეცეს თანხმობა საკრებულოს მხრიდან ვიცემერის თანამდებობაზე ბატონ ლაშა აბაშიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია და რომ ბატონი ლაშა არის პროფესიონალი, გამოცდილი კადრი და ჩვენ აუცილებლად მას დავუჭერთ მხარს. გუშინდელ განხილვებზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ თბილისის მთავრობას არანაირი ხედვა თუ საით მიყავს ქალაქი, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა პროექტებია პრიორიტეტულად განსახორციელებელი, რა მიმართულებებზე უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და რა საჭიროებები აქვს თბილისელებს, არ გააჩნიათ. ჩვენ მრავალჯერ ვთხოვეთ ბატონ დავით ნარმანიას, რომ მთლიანი სამთავრობო გუნდის განახლებით მაინც მიეცა შანსი თბილისელებისთვის ყოლოდათ ეფექტური მერია, თუმცა ეს ასე არ ხდება, ასე რომ მორიგი ექსპერიმენტი ერთი ადამიანის შეცვლით განწირულია წარუმატებლობისთვის, რასაც ჩვენ ხარს ნამდვილად ვერ დაუჭერთ. მე შეგახსენებთ, რომ ლაშა აბაშიძე აქამდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო. მადლობა ნიკა, ეს ნიკა მოლოდინაშვილი იყო.